ჩვენ მოახერხეთ და უპრეცედენტო შემთხვევა ალბათ შევქმნით 22000 ფაილის წინააღმდეგ შევქმნით ერთი ფაილი, ერთი ვიდეო ჩანაწერი კუდის უფროსის წინააღმდეგ. საათი და 50 წუთიანი ფარული ჩანაწერი, ვიდეო ჩანაწერი შეიქმნა გარდაბნის ყოფილი კუდის უფროსის ერთ ადამიანის პიროვნებასთან საუბარი, საიდანაც ყველა ფაქტი აბსოლუტურად არის გამოვლენილი და შესწავლილი. ჩვენ მივაწოდეთ კომპეტენტურ წყაროებს, როგორც გითხრეს მუშავდება ეს საკითხები ის შესწავლის პროცესშია, მაგრამ ეს დაახლოებით ვენახევრის წინ მოხდა. მაგრამ ჩვენ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ. ჩვენ დღეს ჩვენი აქციის ერთ-ერთი მიზანი აქციის მონაწილეების ჩვენ გადავცეთ ბატონ ირაკლი მელაშვილს, რომელიც დღეს წარმოადგენს რეგიონალური სამსახურის უფროს კანცელარიაში და ამ თემებით რა თქმა უნდა მაგით დაინტერესებული უნდა იყოს და დაკავებული უნდა იყოს. ჩვენ პარული ვიდეო ჩანაწერის ერთ ასლს გადავცეთ ბატონ ირაკლის. შეისწავლონ და საკადრო თემებთან დაკავშირებით ნაჩქარები გადაწყვეტილება არ მიიღონ. და რაც შეიძლება მალე იქ გარკვეულია, იქ ჩანაწერში ჩანს წარმოდგენილია ლელუაშვილი ფეიქრიშვილი ხვედელიძის ურთიერთკავშირების შესახებ არის მან საუბარი, ჩანერგილების შესახებ არის მან საუბარი, ინფორმაციის გამტანებზე გვარებით სახელებით არის საუბარი და კეთილი ინება სანამ ეს არის ჩვენ აქ მოვიყვანთ ხვალ და ზეგესო საჭირო გახდეს, ჩვენ აქ ჩამოვიყვანთ ძალიან ბევრ ადამიანს. მე არ ჩავრეულ ვარ, პირადად არ ჩავრეულ ვარ მე, იმიტომ რომ ღრმად მწამს, ღრმად ჯერა ბიძინა ბატონი ბიძინას გონება გახსნილობის შესაძლებლობები ისიდინჯე ის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ის ყოველთვის დარჩება საზოგადოების დიდ უმრავლესობასთან ერთად. ბატონ ზვიად ძიძიგურს მივმართავ. თქვენ პარტიულ მომავალს, თქვენ ხვალინდელ დღეს აყენებთ საფრთხის ქვეშ. ხალხი არასოდეს არ გაპატიეთ ბატონო ზვიად დამნაშავეებთან კოჰაბიტაციას. კოჰაბიტაცია არ გულისხმობს დამნაშავე ელემენტებთან გარიგებას. დამნაშავეების ადგილი ყველამ კარგად ვიცით სადაც არის, ციხეში. ჩვენი ინფორმაციით თემურ ფეიქრიშვილი აბახმელაში უშენებს სახლს ბატონ ზვიად ძიძიგურს. ჩვენი ინფორმაციით კეთილი ინებოს ბატონმა ზვიადმა და გაგცეს პასუხი, გასცეს გარდაბნის მოსახლეობას პასუხი. მე წარმოვადგენ გარდაბნის რაიონის ქართული ოცნების საზოგადოების დარბაზის ხელმძღვანელს. მე თვითონ ვიყავი ხელმძღვანელობდი შტაბის და ჩვენი ფაქტიურად დარბაზის მუშაობა იყო ძალიან განსხვავებულ რეჟიმში მიმდინარეობდა, იმიტომ რომ შტაბშიც გარკვეულწილად იყვნენ ჩანერგილი ადამიანები და ვინც იყენებს ამ მიზნებს. პირიქით სიმდიდრეა, მაგრამ თანამდებობის გამარჯვების გამოყენება, როდესაც ჩვენ მიითვისებს ხის ქონება სახელმწიფო